მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე წარმოგიდგენთ ახალ სერიას. ღამის მონადირეები, სერია ნომერი 4, სახელწოდებით ასურა, ჩემს ფავორიტ პერსონაჟია, მოკლედ დღევანდელი სერია და მივყვეთ მოკლედ უყუროთ რა ხდება, როგორ ხდება რა სიტუაცია ჩვენს სერიალში. რა ხდება ბავშვებო? შეგახსენებთ მეგობრებო, გამოიწერეთ აუცილებლად ღამის მონადირეების არხი. ჩემი არხიც გამოიწერეთ და ლაიქეთ აუცილებლად ვიდეო და კომენტარით და შევუდგეთ მოკლედ საქმეს. დაბადების დღეს კილოცა. მადლობა მიშა. რა კაი დრო იყო სკოლა. მე სკოლაც კი აღარ არსებობს და აგრიეს. მიშო! მიშო! რა იყო არ გვაქვს ყურადღებას? უი გამივარდა. ყურადღება. თავი დავანებე ყაკო, დღეს მაინც გთხოვთ. სანამ ესენი დაიწყება ლაპარაკს და რაღაცას, ანუ ძალიან ხშირია მე სკოლებშიც და ზოგადად ახალგაზრდებში, ესეთ პატარებში მსგავსი რაღაცეები და აი დამიჯერეთ. თუ ეხა ვინმე ისეთი უყურებთ, ვინც მსგავსი რამე გაქვთ ჩადენილი, არასოდეს არ დაჩაგროთ, მენზე სუსტი. და არც არავინ საერთოდ, არავინ არ იმსახურებს დაჩაგვრას, ერთმანეთს ეცით ბავშვებმა პატივი ყოველთვის, მეგობრებო. ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა, გაიზრდებით და მერე თქვენივე საქციელს თქვენ თვითონვე ინანებთ. ნუ იქნებით ბოროტები. ნუ იქნებით ბოროტი ადამიანები და ისწავლეთ კარგი ადამიანების მაგალითზე. ყოველთვის. ყველაზე მეტად გავს აქციელებს ვერ ვიტან, ყველაზე საიზღრობა. მაშოს თავი. და შენ რა კიდე მაშოს შეყარებული ხო არ ხარ? შენ მიწვიდა ბიჭო რამეს? მე კი არა მაშო თქვა ეგრე. მე რა იყო ბიჭო გოგო სიტყვებს იმეორე? გოგოა და არ მოეკითხება ჭკუა. კაროჩე თავი გაანებე. არა. რა ბიჭო? არა. თავი გაანებე. კაკო ცოდოა. ადი ერთი. მე ხდება ხოლმე ეს რაღაცები, გაბოროტება ადამიანის და მსგავს ზომებთან მიყავთ ადამიანები, ამიტომაც მე ნათქვამს იმედია გაითვალისწინებთ. ფილმებისა და სერიალების მაგალითზე მაინც ისწავლით ახალგაზრდები დორს აქციელებს. ნოურა საფი შემოვიდა მასწავლებელი იჩე. მიშო რატომ გაიმეტე შენი კლასელი ასე? იცი რომ საავადმყოფოში წაიყვანეს? ბებია შენი მოდის. გზაშია. კაკოს მშობლებმა შენი სკოლიდან გარიცხვა მოითხოვეს. არაფერს იტყვი? მე რა ზომამდე მიიყვანეს ადამიანი. ზოგადად ძალიან ხშირია მსგავსი შემთხვევები მეგობრებო, ამიტომაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ იქნებით ეგეთი ადამიანები, პატივი ეცით ერთმანეთს ახალგაზრდების გასაგონად ვიძახ. ჩემი ფავორიტი სიმღერა
მელოდია კიდე არ დაიდო სამწუხაროდ. მელოდები მოკლედ. ოდესმე საუნდტრეკს თუ დადებენ. ხა მიყურებ წარმომადგენლები ძალიან გთხოვთ საუნდტრეკი დაიდოს. შემოდი მაგ. აქ გამოიცვალა. შიგნით ვიხდები. აბა, ვის ოჯახები? სიდიდის ნუ შეგეშინდება. ცოტა ზანტია. თავარია შენ იყოს რაფი. თორემ თუ დაგითრია გეშინიალე, შინაგანად იცი როგორი ბუნჩულა. ადე, მაგდარტმას პატარა გოგოს კი აიტანდა. და თვალებში ნუ უყურებ, ხელებს დააგური. აი ეგრე რა გაიღიმეს. არა რაღაც შემოუბრუნებს მაინც. აბარაზებულ გულზე. არა. ახლა შეეცლება. იასნი თქვენ რასაც ეძებთ ერთი კონკრეტული არსება არა. აი ბუდიზმში ასურები ზებუნებრივ კოსმიურ ძალად წარმოუდგენიათ. ინდუიზმში დემონურ ღვთაებებად, აი ზოროასტრიზმში კი ანგელოზებად. თქვენ რომელი გაინტერესებთ? ანგელოზები. მე ვისაც ვეძებ. მათზე უარესი მხოლოდ ეშმაკია. ანუ დემონები? კარგი, შეგიძლიათ მეტი რამე არ წამოგეთხოვთ. მოკლედ მომეყევით თუ რამე იცით მაგ დემონებს. ბევრი არც მე ვიცი. ხალხი მათ ახასიათებს როგორც დიდ, განრისხებულ არსებებს, სულ რომ მომისწყურიათ. ირაკლი შენა ხარ ბიჭო? ვინ კითხულობს? გავიგე ღამის მონადირეებზე სიუჟეტს აკეთებს. არა, მე კურდღლების გამრავლებაზე ვაკეთებ. საიდან მოიტანეთ? ჩემი კონტაქტები მყავს. ისიც გავიგე რომ მათ სამალავს ეძებ. და მე რა? მთელი ქალაქი მაგათ სამალავს ეძებს. მაგრამ ისე არა როგორც შენ.
ვიმბრძანდებით მეგობარო. საინტერესო კაცი ჩეხა. უშიში არა. ერთი კადრის გამო ყველაფერს რომ მიკადრებს. პირად დაკვეთებს არ ვიღებ. რით შემიძლია დაგეხმაროთ? Oh. იმას კიდე ჯოხი უნდა ბიჭო გადარეულია ესე. ო, ზაგარგად აკეთე. აი კეთ. ჩემი გავს. აი ბიჭო სოდოაჩ. ოლილიყო თავის ადგილას რა გინდა ჩი. აგეონებით სხვა მე ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. არაფრის გოლიათ. არაფრის. ენაცვალეთ. რას მიერთმევთ საინტერესოა? შაურმა, რა თქმა უნდა, ადამიანები, ჭკვიანი ადამიანები. აი შაურმას არაფერი სჭირდება. კაი საშაურმეს დაესპონსორებინა, იმათ რეკლამა გამოვიდოდა. შენი ხმა არასდროს გამიგია. მუნჯი ხარ თუ უბრალოდ არ ლაპარაკობ? რა? აიღე, მე აღარ მინდა. იქ სცენის მომენტი ხა შაურმის საიდან იყიდეს ეგეთ ფორმებში ცოტა რთულია, ან ცივს ჭამდნენ უკვე ნაყიდი ქონდათ. ან შეიძლება გამოიძახეს. აი, მან ცოტა ეს არის რა. აო, დავალს მაგრე უნდა მაგას არ შეგეცოდა არც მე. ევასებით. ამათ ხო თავიანთი პეიჯი აქვს, რა. გინდა რამე? არა. ავა. არც ჩაი? არა, შაურმა აქ ნაჭამი გაანებე თავ. ყავა? აი ყავა. რა გინდა? ეს დღეები საერთოდ არ მელაპარაკები. ადრე ფილმებს მაინც უყურებდით, როგორც მამასთან. მთელი ღამე გასული ხარ, სახლში დილით ბრუნდები და ოთახში იკეტები. ნერვიულობლენა. რავი, ხანდახან მეც მინდა ძილი. და ღამე სად დაბოდიო? არ დავბოდიალობ, მუშაობ ბარში. და ბარს რა ქვია? ბარს ქვია თეკლა უკვე დაიწყრავს. ლენ.
რა გაწუხებს? მომისმინეთ ეკლა. არაფერი არ მაწუხებს. უბრალოდ მარტო ყოფნა და დასვენება მინდა. მორჩა! ისე, შენ გამოერწავედი დედასთან. თუ რამე დაგჭირდეს, იცი სადაც ვარ. დაჯექი. პირველი მე და შენ ერთმანეთს არ ვიცნობთ და არც არასოდეს შეხვედრილ ვართ. ვა, აგენტი ვიჩით. მეორე მაქსიუჟეტს ტელევიზიით არ გაუშვებ. როგორ? მაგით საფრთხის ქვეშ აყენებ გამოძიებას. კი, მაგრამ პროდიუსერს დავპირდი რომ უმატყუებ. ერთი თვეა ტელევიზიიდან გამოგაგდეს. და ამ სიუჟეტით დამაბრუნებ. მაქსიუჟეტს ტელევიზიით არ გაუშვებ. და რითი ვიცხოვრო? სტაბილურ სამსახურს ეძებ ბიჭო. თავაზობ? მოდი ჯერის გააკეთე რაც გითხარი. აი დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. კარგი შეფ. რა გეგმა გვაქვს? როგორ უნდა მივიდეთ მონადირეებს, ა? მონადირეები თვითონ მოვლენ ჩვენთან. როგორი პოეტური ხართ შეფ. თუ მუჰამედი ვერ თამივა მუჰამედთან. ზუსტად. მოკლედ იმ ფულიდან რაც მოგეცი. ცოტა ტელევიზიის მსახიობებს გადაუხადე. ხელი მოკიდე და აი ამის სამარძე მიიყვანე. ჩემი მეგობრის მაღაზია. გაფრთხილებული მყავს რომ ამ საღამოში ამტრევენ და გაძერცოვენ. ჩემო მსახიობებმა უნდა გქონდეს. უღელა. პოლიციაში არ დარეკავს. შემდეგ ველოდებით ვიდრე მონადირეები არ გამოჩნდებიან. შვიდად ვარ. მათი გამოჩენის აინტერესო გეგმა. პროჟექტორები აინთება. მე და ჩემი რამოდენიმე თანამშრომელი იარაღებს მიუშვერთ. გავანეიტრალებთ და ნიღბებს მოხსნით. და მე რა უნდა გავაკეთო მაგ დროს? სახიობები, ბრატ. თქვენ ამ ყველაფერს იღებთ. ლოგიკურია. რა იმახსოვრე? ერთადერთი რაც მჭირდება ამ ოპერაციიდან მათი სახეების დაფიქსირებაა. ხო. ლოგიკურია. ძადი. გადაიღე? აბა ტელევიზიაში არ გაუშვებთო. მისმინე ლევან. შენ ერთი გასროლით სამი კურდღელი დაგიჭერია? რამდენჯერაც ექვთვი სამსახურიდან გამოგაგდეს, ხო? ეს ხანაირი კურდღელია ლევან. ეს ბაქს ბანია. Bugs Bunny. BBC-ზე გაუშვებენ ჩვენ სიუჟეტს. წამოლუდი დავლიო. თვითონ შესთავაზა კაცმა წინა სერიებში ეს ბიჭი ეხვეწებოდა. Quincy Bar. ვენი ერთ-ერთი ღამის მონადირე. გამარჯოს. ვინმე უცებ არ გეცნოთ. ზმურად ერთ დამისხი რა. მთელი დღე ამუშაო. იმდენი ხალხი დადის. ზოგს რაცვია, ზოგს რა უსვია, კაცი ქალი ვერ გაიგებ. ძალიან დავიღალე. ჭერადრე ხომ არ არის დასალევად? შემოხედება? არა, თუ პრობლემაა, სხვა ბარში წავალ. არა, მოდი. ჩვენი კარი ყოველთვის ღია.
კარგინა. ჩემზე იყოს. მიდმაში ერთი წმურად რა. შენი სახელი? ნიკო. ნიკო. ნიკო, ჩემ ბისკვია მიყვარს ეს სახელი. შენ ბავშვი ყავს? ჯერ არა. კი, მაგრამ ზია, რამდენი წლის ახარ? თქვენი აზრით? ეხა არ მიწყინა. პატარა ბისკი გავხარ, მაგრამ დროა შულზე იფიქრო მგონი. ჯერ გართობა არ დავიმთავრები. ერთი წმურად რა. არ არის პრობლემა. ბესტი ხარ? დასავლეთიდან. ზუსტად? აფხაზეთი. სოხუმში მე და ცოლი ვისვენებდით ვისახსოვ და ბათუმი, ქობულეთი. წავედი ხა რას ფული მივიტანო სახში. თორე ეგ უბედურებში ვშილი დაიხოცებია. კარგი განსიხარში. გაისად სოხუმში. აბა რა. ძალიან საინტერესოა. ფიბო შენი ბიჭი. ისე გაიგიჭია. რამე ხო არა კადაბი. აინტერესოა მოკლედ. ნელა იწვევიან უკვე. მანქანა რატო გიყენია თუ გაცრავად? არ შეიძლება მანქანის გაჩერება. ვის გაუგია მანქანის გაჩერება? არ დაინახავს ბიჭო, ეხა იქ რა შედის რა ბონტია. მე ხო არ ვიღებ ჩვენ თავზე ძია კაცო. აქედან შენ თავისუფლად ვეღარ გამოხვალ და მოგიწევს ყურყუმელაობა მანდ. წესი და რიგით. თავისაც დაძაბული მომენტები გისწორდებათ. არხი გამოიწერეთ მეგობრებო აუცილებლად, ჩვენი არხიც და რა თქმა უნდა ღამის მონადირეების არხი. და უფრო უნდა განვავითაროთ ეს ხალხი, რომ მეტი და მეტი სეზონი და სერია შემოგთავაზონ წინ და წინ. მე მგონი ძალიან საინტერესო დაძაბული სერიალი გვაქვს ქართველების შესრულებით. ჩემი კაი. დაჭერდი ნიკო. ნიკო. მითხარე ვინ არიან დანარჩენები და თავს დაგანებებ.
შეძმასაც დავანებებ თავს. ესმის? ასურას ბიჭო ვერავინ ვერ გაექცევა და ყველა ტანკი რო გიახლოვდება როგორ ვერ ხდება ცუდ სიტუაციაში არიან ახლა ბიჭო როგორ ვერ შეამჩნიე თვალები ტრაქში გაქვს ზედმეტად ბევრი იცის ვიფიქრე ხომ არ ჰელა ჩვენ არ ვყავთ და სხვა გამოსავალს ხედავთ იდიოტები ყელს შეამოხვედით და შენ საერთოდ ბოლო დროს რა გჭირს გასტო შვიდად რა იყო ძმური ინსტინქტები არ გასვენებს ფრთხილად ბოლოქს დანები ახალი გალესილი მაქვს მომისმინეთ ამ საქმეს მაინც ბოლომდე მივიღოთ სიცოცხლის პასადაც რომ დამიჯდეს აჰა თვითონ ითხოვ არა აბა უფროსმა მოაგოროს ეხა საკითხი თორე რა შვები მოდით აქ მინდა რომ დაინახოს თქვენი სახეები არ მინდა მომწონს თქვენი შემართება ბატონო იოსებ მე ამბოხე კაცი ხართ აქამდე უსამართლობას ებრძოდით მერე რა დაგემართათ ჯერ ავღანეთში იომეთ მერე აფხაზეთში შემდეგ ჩვენი ქალაქის ქუჩებში კრიმინალს დაძდევდით ეხლა კი ეგინი ღაბი მოიხსენი და ისე მელაპარაკე ვიცი, ვის დაკვეთასაც ასრულებთ. სამწუხარო. მე გეტყვით ჩვენს სახელებს და გვარებს და იმასაც გეტყვით თუ სად ვიქნებით ამ ღამეს. როგორც ვიცი, ამით თქვენი საქმე სრულდება. რა კარგი იქნებოდა ესწავლებინა ვინმეს არასოდეს მიჯაჭვოდით საგნებს. ფული. სახლში დაბრუნდით. შვილიშვილს მოეფერეთ. ჩვენ კი ჩვენს საერთო მეგობართან მოვრიგდებით. ხო. სულ დამავიწყდა. თუ კი ვინმე ჩემს მონადირეებს ჩაბნერებულ ქუჩაში ჩუმად გაყვება. თუ კი მანქანა სწორედ მაშინ მოუმატებს სიჩქარეს, როდესაც ჩვენ გზაზე გადავალთ, ვინმემ შემთხვევითაც რომ დააკაკუნოს ჩვენს კარზე. მოიცა ერთი წამი ხატო ბიჭო, ანუ სისულელე შეიძლება ვთქვა, მაგრამ ეს მაინც უნდა ვთქვა რა, ანუ მუღამის თემაა, პროსტა ეს ტიპი ის ჟურნალისტი ხო არ არის. წეგან რო ტიპი იყო. აი რატომ აქვს ეგეთი წარმოდგენა, რომ ეგ ტიპი შეიძლება იყოს, არ ვიცი, შეიძლება ძალიან დებილობას ვიძახი რა, პროსტა უნდა მეთქვა მაინც და ეს უნდა მომეხვედრებინა აქ. აი ის ბიჭი, ჟურნალისტი რა, რომელიც გამოაგდეს რაღაცა და ისა და ეს. რა ფული რო აიღო იმ პოლიციელისგან. მაგრად მგონია რომ ეგ ბიჭია ეს თვითონ ეს ტიპი რა. ვიცი დროში ხო არ ვირევისად. არა, მე მგონი ეგრე შეიძლება ემთხვეოდეს, ანუ დროში რომ ის იქ არ იყოს. ეგ იყო სისიდიაში ლუდზე წავიდა, მაგრამ ეს აქ იყო. ეგეც ცოტა არალოგიკურია, მაგრამ
ბოლოს სისტემის შეკვრის პონჩი შეიძლება გამოვიდეს მთლიანი სერია და რას ვამბობდი? ვამბობდი. შვილიშვილს მოეფერეთ მეთქი. აუ ის ბიჭი უნდა იყოს წესით და რიგით რა, მუღამი იქნებოდა ეგ თემა რა. როგორ რახაზი იბმევა ბოლომდე ვერ ხვდები, მაგრამ აი ნეტა ესე იყოს, მაგრამ გამისწორდება წინ. რა ხალხი გაიჩიტა, ჩემი კაი. ვიც ვერიც არის მეგობრებო, ოქტომუსის წარმომადგენლები, ერთ-ერთი საოცარი იუთუბერები და საყვარელი ხალხი, ტოტნე, კალა და ლუკა. ხო ეგ არის, ო. ო, ლუკა ეგრევე ვიც არის თვალევით. ეს სახიობები იდეაში, ხო, ბაზარი არ არის. აი ამ ბიჭზე ვიძახი მეგობრებო, აი ეს ბიჭი თუ არის, იმენა მაგარი დეტექტივი ვარ რა, მაგრად მივხვდი. შეიძლება სისულელეს ვიძახი. გაიცინე მეთქი. უფრო ხმამაღლა და ბუნებრივად. კარგი გეყოფათ. კლოუნებს გავხართ. რეჟისორმა რაც გითხრა იმას ვაკეთებ. გამომივიდა ბიჭი. იგრე ვიღად ბიჭებო. ამდა თვითონ არ გაურკვევიეს და ჩვენ და აუ მე რა ვიცი. შეფესი არაფერი არ გამოვა რა. წინასწარ რა იციან სად რა ხდება. ვიცი. რაღაც მასშტაბური გჭირდება. ისე ფეოლა რატო არა? შემსრულებელი რო იყავი ვიცოდი. მაგარი საქმე გაიგეცებია ძმა. ეს ამასთან რატოა ბიჭო? აქ არის მაგათი გვარები, სახელები. ადგილმდებარეობა. აჰა. მანდ იქნებიან. ძალიან კარგი. არა მომზადებულები იქნებიან. ისე მისვლას არც მე არ ვაპირებ რა. მოიცა. გატეხ. ისე იმაზე მეტია ვიდრე შევთანხმდით, რო იცოდი. ხო, სასო? ამ საქმეში მარტო იყავი, ხო? კი. დარიხ. არავინ არ გეხმარებოდა? არა. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. მალათი ყოველთვის სუდად სრულდება. ясნი. ბიჭო არ მოწმეები არ მჭირდება. ემკაზეც გავიჩითეთ.
მიზანში მყავს. თქვენ ოღონ მითხარით. მოიცა. აქ რაღაც ხდება. მიხედვილი კაცი ბრძანდებით, ბატონო შალვა. მაგრამ ბინძური მეთოდებით თამაშობთ. შენ ეს თამაში გონია, რაც გააკეთე, ა? უსამართლოდ არაფერი გამიკეთებია. ბიჭო, რა ანგარიშები აქვს? ნუ იდეაში ახლა გამოჩდება ალბათ რა. აუცილებლად ვერ ვიხსენებ ამათ რამე ანგარიშები ქონდეთ ერთმანეთთან. ეს კენ კარგად გისმით. მაგრამ აღიარება არ გინდა. მითხარით და ეხლავე მოვაკეტინე. ერთგული მეომრები ყოლიათ. მაგრამ ყველამ ვიცით რომ ეს ფარსია. ესენი არა იდეას, არამედ თქვენ ჯულს მისდევენ. მითხარით რა მოხდება თუ კი მათ ვეღარ გადაუხდით. თუ კი მათი ოჯახები მშივრები დარჩებიან. ყელში ამოვიდა რა, მიდით. მოიცა, ზდეკ. ზდეკ. არ ვიცი ემოციურად რატომ მოდის ესე მაგრა ეს სერიალი, მაგრამ დედას სწორ ჟურნალმა დავიარა, მაგრამ გამისწორდა ეხლა რატომღაც. არ კლავენ, მაგრამ თუ გაგვიყოლებთ, გაგიყოლებთ. აი მოშენი დინამიტია ზმაო. თუ რომელიმე თქვენგანი იარაღიდან გაისვრის ბუმ. თუ რომელიმე თქვენგანი ამ წრიდან გავა. თავაზობთ სამართლიან ბრძოლას. შენი ბიჭები ჩემს წინააღმდეგ. იარაღების გარეშე. ეტყუება. არაფერიც არაფერ ხდება. გამოვცადოთ? არა. ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან. დასაკარგი მაინც არაფერი აქვს ამ უბედურებს ამან. გააწყვეტი არ არის. და აჩეხეთ ეს კლოუნი. იმენა სპლინტერია ძმაო. მშვენიერი საბრძოლო ქორეოგრაფია, მინდა რომ თქვა და ძალიან გამისწორდა, ძალიან კარგად არის დადგმული, მშვენიერი, ვაიმე დრო რატო თავდებ. ეგალ შენი დროც მოვიდა. შეგიძლიათ წახვიდეთ, ბატონო შალვა. ყველაფერს და მიუხედავად შენ ჰუმანური ხალხი ხართ. ყველანაირ შემთხვევაში გპატიებთ, მაგრამ იცოდეთ, თუ დაბრუნდებით, ვასებით ბიჭებო, რა გოგოებო. თან მაგარია. ან კაი იყო. აი ხა მაგარი სერია იყო, მოიმინა ყველანაირად საკაიფოდ განვითარდა თავიდან ბოლომდე. ბევრი პლოტ ტვისტები და რაღაცეებით, მაგრამ მე მაინც შემაძლევს დავრჩები და
წეგანე რაც თქვი, იმას ძალიან დებილობას ვიზახი ხო კიდევ ამბობ შეიძლება, მაგრამ უბრალოდ მინდოდა რომ რაღაც ის დამედო ჩემი ანალიზი მოკლედ ამ სერიების შესახებ რა. მოკლედ იმის თქვა მინდა რომ ძალიან მაგარია და გააგრძელეთ აუცილებლად. არ ვიტყვი რამდენი სერია იქნება კიდევ, დაახლოებით ინფორმაცია მაქვს. მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს, შემდეგ პარასკევს მეგობრებო, დაიდება კიდევ ერთი სერია და შეგახსენებთ კიდევ და კიდევ. გამოიწერეთ ღამის მონადირეების არხი აუცილებლად, დაულაიქეთ ყველა ვიდეო, დაუდექით მხარში და ასევე ჩემი არხიც გამოიწერეთ, აქვე არის subscribe ღილაკი წითელი ფერის ესე დააკლიკე უბრალოდ. ძალიან მაგარი იქნება მოკლედ რა. ველოდებით შემდეგ სერიას, მადლობა ესეთი ძალიან მაგარი სერიისთვის მეგობრებო. აბა წავედით დროებით.